პერიოდის მე დავიბრუნეთ ის ძველი ჩვენი კი ნაღვარევზე და გადავწყვიტე რომ ჩემი შვილი გამეზარდა იქ და ავდექი და რუსთაველის პირველიდან გადავსახლდი ნაღვარევში. მინდოდა რომ გაზრდილიყო სუფთა ჰაერზე, მინდა რომ თუნდაც იმ სკოლაში იყო ეარა, იქ ფასანაურში, მლეთაში რომ რაღაცა მაგალითიც ყოფილიყავ იმისა რომ არ შეიძლება მხოლოდ დედაქალაქში ცხოვრება, შეიძლება იცხოვრო რეგიონში, რაღაცა განავითარო, შენი რესურსებით, შენი ცოდნით, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ მივახციე გარდა იმისა, რომ რაღაცა ის მხოლოდ და მხოლოდ კერძო დაკვეთები, ჩემი და ჩემი მეუღლის რაღაცა საერთო შრომა და სწავლების და იმის კუთხით როგორც კი დადგა ჯერი რამდენიმე შეთავაზება იყო სხვათა შორის, ჩვენ შევთავაზეთ. იქ არის სხვათა შორის ფასანაურში ერთი ისეთი კაცია ძალიან აქტიური ადამიანი ზურა ჩიტაური, რომ თხოვა რომ აი სკოლაში რაღაცა გავაკეთოთ. მაგრამ ნუ გამოხმეურება 0, იმიტომ რომ აი ცენტრალური ხელისუფლებისგან იყო 0 მხარდაჭერა. ვერ გამოძებნეს რაღაცა ერთი პატარა ოთახი, სადაც შეიძლებოდა რომ დავუშვათ შაბათს ან კვირას ჩავსულიყავი და მესწავლებინა ხატვაც, ფერწერაც, კედლის რესტავრაციაც კი, იმიტომ რომ ერთი პერიოდი ფრესკებზე მუშაობდი დავუშვათ და მინდოდა რაღაცა ისეთი რაღაცის გაკეთება, რომ ეს ბავშვები თუნდაც ორ კვირაში ერთხელ წამეყვანა და რაღაცა მეჩვენებინა, ხო, იქვე არის ანანური, იქვე არის აგერხადას ხეობაში არაჩვეულებრივი ისინი ძეგლები, ისტორია მომეყოლა რაღაცა რა. ეს ყველაფერი არ გამოვიდა. იმიტომ რომ ყოველდღიურ საშოვარზე გადაგებული ადამიანს უკვე აღარ რჩება იმის რესურსი, რომ შენთან მოიყვანოს ბავშვი. ცენტრალური ხელისუფლებიდან არ მოდის ეს ისინი სიგნალები, არ მოდის არანაირი ხელშეწყობა და როცა ამ ხელა ფასანაურში ოთახს ვერ გამოძებნი, რომ კაცო გეუბნებ, მე არ მინდა არც ფული მინდა, არც არაფერი მინდა, ჩამოვალ იმ 1 და 2 საათით. ან და დაუშვათ თქვენ მოდით. ეგეც პრობლემაა დაუშვათ, რომ აი ხო შეიძლება რომ მუნიციპალიტეტმა დანიშნოს ტრანსპორტი. დაიარე ეს ბავშვები როგორც სკოლის ის არის დაუშვათ და მე ამომიყვანე აგერ სახელოსნოში, ხო? ჩემ სახლში კი აქვს სუვენირის დანიშნულება იმ ყველაფერს, იმიტომ რომ სულ ფარდაგებში და იმაშია სახლი და რაღაც, მაგრამ იმდენად კარგი მასალაა იმისთვის, რომ დასვა აი ეს ბავშვი და აუხსნა ეს იყო, ამას ამისთვის იყენებენ, ანუ პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმივით არის სახლში გაკეთებული რა. ხო და ეს მოკლედ ვერ შევძელი მე, ვერაფრით ვერ შევძელი.